ლიანად დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. მადლობა. არ ვიცი ეს კაცი ვინ არის, აქ რომ ამოიოხრებს, მაგრამ მთელი ქვეყნის ემოცია კი გამოხატა ირაკლი კობახიძისა და სრულიად ქართული ოცნების პროპაგანდის მიმართ. რუსთაველის გამზირზე არის შეკრებილი 800 ადამიანი. კითხვა შალვა პაპუაშვილმა სანქციების მიუხედავად ისევ ღამდება და თენდება საქართველოში, როგორც ადრეო, მაგრამ ქოცმა ისეთი იხილა რუსთაველზე, თვალთ რომ დაუბნელდა შაბათს, იმის მერე ჯერ არ განათებია. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, პროპაგანდის შეძახილმა ხე ვერ გაახმოდა, 800 კაცი რომ დაითვალა წინა დღეს პრემიერად წოდებულმა, იმ მილევად რეჟიმში მყოფ აქციაზე მეორე დღეს 200,000 ადამიანი მივიდა და თან როგორ მივიდა. ამ აქციებს ქოცური პროპაგანდა 24 დღეა უწყვეტად აშავებს. ხან ძალადობრივია, ხან მილევადი, ხან აგრესიული, ხან მცირერიცხოვანი, ხან რევოლუციური, ხან უსამშობლოების შეკრებას ეძახის და ხან უღმერთოების. ეს უსამშობლოები, გარკვეული ჯგუფები მილევად რეჟიმში არის, მათ შორის ეს რადიკალური პროცესი. ყველა პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს ქვეყანაში, არის გარედან მართული, შიდა, წყვილფეხა რადიკალების ჩართულობით და მონაწილეობით. თუმცა ქოცური პროპაგანდისტული მანქანა ჰყებს და ქარავანი თავისი გზით მიდის. რუსული სტილის პროპაგანდაში დახელოვნებული ოცნება ქვეყანაში მათ მიერვე შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ვეღარც ამ პროპაგანდით უმკლავდება და პირდაპირ დეზინფორმაციაზე გადავიდა. საქართველოს ხელისუფლების სანქცირებაზე ეჭვებს იმაზე მეტი გამოთქვავს, ვიდრე ამას ევროპის პოლიტიკური ელიტა ელოდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო 5 კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც ქართული ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა ამ საბჭოზე. ეს არის როგორც მოგეხსენებათ უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. ამ ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ არანაირი ხუთი ქვეყანა არ არსებობს, რომელმაც ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი ტყუილში ამხილეს და ძალოვანების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობა დაგმეს. ასე დარჩა ქოცს მხარდამჭერად მხოლოდ 2 ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთი. სისრუეში მხილების შემდეგ იმის ნაცვლად, რომ კობახიძეს საკუთარი ტყუილი ეღიარებინა, კვლავ იმ ქვეყანებს მოსდო შარი, რომლებსაც ის დააბრალა, რაც არ გაუკეთებიათ. იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს საბჭოს. ყველა ტყუის, ყველა მტერია, ყველა აგენტია, ყველა მართულია და ომი უნდა, ვინც მას არ ეთანხმება. ასეთია კოლექტიური კობახიძის ლოგიკა. ამ ლოგიკის გამყარებას მთელი ძალით ცდილობენ არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანები. მე მინდა გადავუხადო მადლობა ეუთო ოდირს. ეუთო ოდირის დასკვნა, კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღე, დაძაბული გარემო და პროცესის შესაბამისობა დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან. არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო. ეუთო ოდირის დასკვნა. კობახიძე ისევ ტყუის. ეუთო ოდირის დასკვნა არათუ დადებითად აფასებს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, არამედ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა, რაც კი ოდესმე ყოფილა. საბოლოო დასკვნაში ეუთო ოდირი აღნიშნავს, რომ არჩევნების შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა და ხაზს უსვამს ხმის ფარულობის დარღვევასა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს. მათივე ცნობით, არჩევნები ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა. ეუთო ოდირი აღიარებს არჩევნებს. კობახიძე ისევ ტყუის. ეუთომ შავით თეთრზე დაწერა, რომ არჩევნების აღიარება ან არაღიარება მისი მანდატი არ არის. უტიფრობის ყველა ზედაზღვრის დაპყრობის ფარგლებში კოლექტიური ქოცი მას მაინც აბრალებს, რომ გაყალბებული არჩევნები აღიარა. კობახიძემ ვერა, მაგრამ აი შვედეთმა წაიკითხა ზედმიწევნით სწორად ეუთოს საბოლოო დასკვნა. მიუხედავად ამისა, ქოცი თავისას მიერეკება და ასეც უნდა იყოს, აბა სხვა რა გზა აქვს. როცა პროპაგანდა საკმარისი აღარ არის, პირდაპირ დეზინფორმაცია უნდა გაავრცელონ. ორი რაღაც გამოიკვეთა, ხო? ერთი არის ეს გამოცნობადობა, ანუ უკვე წინასწარ შეგვიძლია რაღაცები განსაზღვროთ ხოლმე, ანუ ძალიან დაწვრილდა პროპაგანდა და ცდილობს, რომ რაღაც მხოლოდ რამდენიმე საყრდენს დაეყნოს ნარატივებს, თუმცა გლობალური ომის პარტია პირობითად და ყველაფერი მიყავს მაკეტინგენ ხოლმე. ამიტომ წინასწარ შეგვიძლია ყოველთვის გამოიცნო, რომ რაღაც მიზეზები პოლიტიკური პროცესებში ყოველთვის პარტია დაასახელებს გლობალურ ომის პარტიას. ამიტომ ეს სისუსტე არის მისი სინამდვილეში, იმიტომ რომ ის რაც წინასწარ გამოცნობადი არის,
უკვე ცხადი ხდება, რომ არ არის რეალობა, არამედ არის ტყუილი და უკვე დაცინვასაც იმაშება, ხო, იწევს სიცილს ყოველ შემთხვევაში და როგორც კი რაღაც სასაცილო ხდება, ის ძალაუფლებას თუ ძალას კარგავს რა, ამიტომ მათი პროპაგანდა უკვე ამუჩათაა გაგდებული ყველას, ხო, ამიტომ რომ რაღაცა მეორე წელია საუბრობთ ერთ და იგივე შაბლონებით და ყველა ხვდება, რომ აქ აზროვნებაზე აღარ არის საუბარი. მათი ამორჩევლებიც კი როცა ერთმანეთს ელაპარაკებიან, შაბლონებით ელაპარაკებიან და არის სასაცილო უბრალოდ რა. და ადრე ევროპა ხუჭავდა ხოლმე ამ დეზინფორმაციაზე თვალს და დღეს უკვე აღარ არჩენენ არაფერს, ანუ აი დილით გაკეთებულ ტყუილ განცხადებას საღამოს საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ეხმაურებიან, ხო? და ეს ძალიან კარგი ამბავი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ აღარ აქვს ამ ტყუილს დიდი ხნის რაღაცა მოქმედების ძალა, ანუ ჩვენ არ გვიწევს დიდხანს ლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აი გავერკვიოთ რა არის სიმართლე და რა. კიდე ერთი ელემენტი არის ის, რომ ტყუილზე გადავიდნენ და ის ახალი არის. ადრე თუ ცდილობდნენ თქვა манипуляციას, აი თქვა თარგმანში არა, თქვა რაღაც მონაკვეთის ამოღება უკონტექსტოდ, ხო? დღეს უკვე თარგმანების манипуляციაზე გადავიდნენ. манипуლირებული რეალობის გარდა ვერაფერს ნახავთ პროპაგანდისტულ არხებზე. აი მაგალითად, ასე გააქრო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეუთო ოდირის დასკვნის წინადადების ნახევარი. სადაც ეწერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო პარტიას მეტ დროს უთმობდა ახალ ამბებში და დატოვა მხოლოდ ის, რაც თავად აწყობდა, რომ თითქოს ყველა პარტიას ნეიტრალურად და პოზიტიური კუთხით აშუქებდა. ეუთო ოდირის ანგარიში ოპოზიციის ყალბი ნარატივების წინააღმდეგ რა წერია დოკუმენტში ოპოზიციის ტყუილებს. უთოდირის დასკვნას განსხვავებულად კითხულობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. ანუ დასკვნაში ის კი არ წერია, რაც წერია, უბრალოდ განსხვავებულად კითხულობენ თურმე ადამიანები. ქოცები რომ ყველაფერს სათავისოდ ითვლიან და კითხულობენ, ამას უკვე მივეჩვიეთ და არც არავიზე მოქმედებს. თან კრიზისის ფონზე კოლექტიური ზარქუა და მდინარეძე ძალიან მამაცებად რჩებიან და ვერც სანქციები დაგვაკლებს ვერაფერს და ვერც მთელი დასავლეთიო. ორ ფეხზე დგას ზარქუა. ჩვენ საფეხზე არ დავდექით. ორ ფეხზე კი დგანან, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ორი ფეხით ჭორვილის გარდა ვეღარსად სწავლენ. დიპლომატიური პასპორტის მფლობელების დასანქცირების შემდეგ ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა. თუმცა კოცი ამტკიცებს, რომ ეს არ აღელვებს. სანქცირებულია პასპორტის სფერი. დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად ყველა ჩვენგვარს ასევე გვაქვს ჩვეულებრივი ორდინარული პასპორტები. პასპორტის სფერია დასანქცირებული თუ პასპორტის ყდა მაგას ახლა მნიშვნელობა რომ აღარ აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში კოცის საქმე უკანაა წასული, ეს კოცმაც იცის და მისმა პროპაგანდამაც. მაგრამ წვალობს მაინც, სანამ შეუძლია. სანამ პასპორტის სფერს დაასანქცირებდნენ, მანამდე ოცნების მაღალჩინოსნები ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა დაასანქცირეს. ძალოვანი უწყებების უფროსები კი ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა. მოკლედ კოცი სრულ იზოლაციაშია. მალე კიდევ უფრო მეტად იქნება. ამიტომ პროპაგანდას, რომელსაც 13 წელია აწარმოებს, ახლა ძალადობა და რეპრესიებიც დაუმატა. განსხვავებული აზრის ადამიანები ქუჩაში დაასისხლიანა და დაიჭირა. დაზარალებულების მიერ მოყოლილი ამბები კი წამების დეფინიციას ექვემდებარება. გორობა, მიაწევენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. ძალადობა და პროპაგანდა ერთი მონეტის ორი მხარე არის, იმიტომ რომ ერთი მეორის გარშე არ არსებობს. შენ საბლოჯებში უნდა ვიღაცეები შეიძლება დააჯერო, მაგრამ ვიღაცეები ისე უნდა დააშინო, რომ მათ სჯეროდეთ, რომ სჯერავთ რა, ანუ ეგ არის რა მთელი პროპაგანდის არსი. ანუ საბჭოთა კავშირში ყველას კი არ სჯეროდა მართლა იმ სიგიჟეების ასე ეუბნებოდნენ, უბრალოდ ბევრს ეშინოდა, რომ სხვა რაღაცა ეთქვა, იმიტომ რომ იცოდა რა იყო შედეგები, ხო? დახვრიტავდნენ, გადაასახლებდნენ. ამიტომ ის რომ ვიღაც ხალხი საბჭოთა კავშირში ყველას შეძლო ეთქვა რაღაცა პროპაგანდისტული ხაზი გაემეორებინა, რომ ბურჟუა კაპიტალისტები ცუდი ადამიანები არიან, ეს არ უნდა თქვა, რომ აი რა უქნა პროპაგანდამ. ხალხს უნდა თქვა, რომ რა უქნა ძალადობრივმა სისტემამ და პროპაგანდამ. და ეხლა რასაც აკეთებს, ვფიქრობ, აი მაგის გამოჩენა არის რა, რომ ძალადობრივი სისტემა მთლიანად ამოქოქა და სამწუხაროდ მათთვის, რაც დახვდა აქეთ ამ მხარეს, არის ქართული საზოგადოება, რომელიც უარი უთხრა ძალადობას ღიად, დაუპირისპირდა მას და ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ მოუგუგიდევაც, იმიტომ რომ ხედავთ, რომ რაღაცა უკან დაიხია, არა მხოლოდ ფიზიკურად, რომ ის რომ თქვა, აღარ ეხება აქციებს, არამედ აი რასაც უყურებთ, ხო, პატიმრების ნაწილის გამოშვება, პოლიტიკოსების, თქვა, ხო, ელისაშვილის ან სხვისი და რაღაცნაირი ოდნავ შერბილებული რიტორიკა, რომ თქვა, დავიწყოთ მოლაპარაკებები და დიალოგის სურვილი. ანუ ქართული ოცნება, რომელიც ანტიდიალოგი არის თავისი არსით და ამბობს, რომ ყველა მის გარდა არის მტერი, სახელმწიფოსი უცებს საუბრობს, რომ აი დიალოგი აუცილებელი არის. და უცნაურად აი ზარქუას პირით ამბობდა, რომ მაინც შემოვლენ პარლამენტში და მოუწევთ ჩვენთან საუბარი და ერთი თვის წინ ამბობდნენ, რომ ძალიან კარგია თუ პარლამენტში არ შემოვლენ, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ეგვინდოდა, რომ პარლამენტში მარტო ჩვენ ყოფილიყავით, ხო? ანუ თუ შენ ამბობ, რომ ისინი მტრები არიან, აგენტურა არის, მაშინ რატომ უნდა გინდოდეს, რომ პარლამენტში საერთოდ იყვნენ, ხო? მაგრამ თვითონაც ხვდებიან, რომ ერთპარტიულობა მათი
განაჩენი არის. ქვეყნის შიგნით საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ოცნება ქვეყნის გარეთაც კეთროვნად იქცა. პერიოდულად ევროპარლამენტში თითოეულად თავისნაირს იპოვის ხოლმე და პროპაგანდას კვებავს. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ ცდილობთ დესტაბილიზაციის მოხდენას საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ. ტიერი მარიანი რუსეთთან დაახლოებული ევროდეპუტატია. პუტინის კარგი ნაცნობი და მასთან მედიალოგე. იყო ფრანგულ-რუსული დიალოგის ასოციაციის თანათავმჯდომარე. ყავს რუსი ცოლი და ძალიან ხშირად სტუმრობს ცოლის მხარეს. მარიანი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დღეს განსაკუთრებით აღშფოთებული იყო. იმედმა მის ამ აღშფოთებას გასაქმე მისცა. რატომ არ არის დაინტერესებული ევროპარლამენტი, რომ მოусმინოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კონდეს მოვლენების სრული სურათი, ყველა მხარის პოზიცია იყოს წარმოდგენილი. აი რა განაპირობებს ამ სუბიექტურობას? კოც თან უნდა რომ დასავლეთს აგინოს, თან ომის პარტია ეძახოს და ქართველი კაცების ძალით გათხოვება დააბრალოს და თან მოგვისმინონ და დიალოგი ჰქონდეთო. იყო დრო დასავლეთი ქართველი ხალხის ხათრით კოცის სიშლეგეებზე თვალს ხუჭავდა. თუმცა როგორც ჩანს ეს დრო დამთავრდა. ახლა ქართულ ოცნებას ორმაგი ტყუილები სჭირდება იმისთვის, რომ ის ამომრჩეველი მაინც შეინარჩუნოს და დააჯეროს, რომელიც დარჩა. ამიტომ უნდა მოატყუოს, რომ სალომეს გამოსვლისას ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაში დაახვედრეს. ეს ფეხზე მდგომი ხალხი კი ეჩვენებათ. უნდა დააჯეროს, რომ აქციის მონაწილეები ეკლესიაში შეცვლიდნენ. ლიბერალური ფაშიზმის განსაკუთრებული აგრესიის სამიზნედ იქცა ეკლესია და პატრიარქია. მაშინ როცა მოგვიანებით თავად ეკლესიის მღვდელი აღიარებს, რომ ტაძარში არავინ შევარდნილა. ხალხი უნდა დააჯერონ, რომ აქციის მონაწილეები ნაძვისხის დაწვას აპირებენ. ჩვენ საუბრობთ ეხლა მსგავსებებზე და ქვედაკაცში არის როგორ უკიდებენ ცეცხლს მაიდანზე ნაძვისხებს და ეხლა ხედავთ როგორ ის თბილისში ან თეთრში პირდაპირ ეთერში თვალწები ეს არის ნაძვისხები, თბილისის ნაძვისხები. მთლიანი კადრია ჩვენოთ არა როგორც მეუბნებიან სხვა რაღაცა ალდა. უნდა დააჯერონ, რომ აქციის მონაწილეები პროვოკაციას და მსხვერპლს გეგმავენ. დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება განსაკუთრებით დღეს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ასევე ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. უნდა დააჯერონ, რომ სხვადასხვა აქციაზე ერთი და იგივე ხალხი დადის. მერე რა თუ ერთად შეკრებილები 200,000-მდე არიან. უნდა დააჯერონ, რომ პოლიცია კი არ ძალადობდა აქციის მონაწილეებზე, არამედ აქციის მონაწილეები თავად სცემდნენ საკუთარ თავებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მართლაც ქოცური პროპაგანდა უკვე ვეღარ არის ვერაფერს დააჯერებს. საზოგადოების ტიპი არის სხვანაირი და მაგას დაეჯახა ქართული ოცნება. ხდება, რომ ყოველ მომდევნო ჯერზე, როცა აქციას შლის ან კიდე ვიღაცას იჭერს, საკუთარ ამომრჩეველს კარგავს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მჭიდრო საზოგადოება არის ჩვენი, ხო? ანუ შეუძლებელი არის ვინმე დაიჭირო და იმის რა ვიცი, ნათესავი შენი ახლობელი არ იყოს, ხო? ხო და აი ეს გარემოებები მას აიძულებს, რომ რაღაცა ერთ მხრივ ძალადობაზე უარი თქვას, მაგრამ თან უნდა გამოჩნდეს როგორც რაღაცა მკაცრი და აგრესიული მისა, ისე რომ ძალა არ იხმაროს. და ჯერჯერობით ასე საკეთებს არის, რომ აწინაურებს იმათ, ვინც იძალა და თავის დროზე და მაგით ამბობს, რომ მე არ მაინტერესებს ქართული საზოგადოება რას ამბობს, მე არ მაინტერესებს რას ამბობს საერთაშორისო საზოგადოება. აი მე მაინც ვფიქრობ, რომ ძირითად ნარატივს მივაწვევები ბოლომდე, რომ აი რაღაცა რევოლუცია ავიცილეთ თავიდან და ეს ხალხი არის გმირები სინამდვილეში რა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა უნდა მართლა ფაქტი არის, რომ ქართული ოცნების ამორჩეველმაც ნახა ადამიანებზე ძალადობის კადრები და ქართული ოცნების ამორჩეველიც ახლა ფიქრობს, რომ მოძალადეებს აჯილდოებს მთავრობა რა და ეგ მათთვისაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ ამ აქტით თითქოს რო აი ძალა გამოასხივეთ, მე ვფიქრობ, რომ პირიქით გააკეთეს, რომ რაღაცა ყოველას მოლოდინი ქონდა, რომ აი ვიღაცას მაინც დასჯიან, ხო? და ვინც დასაჯელი იყო, ყველა დააწინაურეს. ერთმანეთის დაჯილდოების მეტი ისედაც არაფერი დარჩენიათ. მათი გადაცემული ჯილდოც არავის უნდა სხვას. არც მათი პროპაგანდა ადარდებს ვინმეს. ლამაზი ჭკვიანი და ამაყი ხალხი მზად არის, რომ იქამდე იდგეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სანამდე წესიმ პოლიტიკური ჭირის მოშორებას დასჭირდება, რომელიც ბოლო 12 წელია გვჭირს. მაგრამ მიუხედავად ქოცის ბუნებისა და რაობის სიცხადისა, მე მაინც არ მასვენებს ერთი კითხვა. ქოცო, გული როგორ არ გისკდება, რომ იმ სილამაზის და დიდებულების ნაწილი არ ხარ, რაც რუსთაველზე ყოველდღიურად ხდება. ალბათ გისკდება კიდეც, მაგრამ რასიზამ. ჩემი რჩევა იქნება დარდი კალას ცარიელ საახალწლო სოფელში განიქარვო.